ვიზო რეჟიმის შეჩერება სულ უფრო რეალისტური ხდება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას ეწურება ვადა რეკომენდაციების შესრულებისა და პრაქტიკულად ამ დრომდე ივანიშვილის გუნდს ევროკავშირის 4 მოთხოვნის თუ რეკომენდაციის შესასრულებლად და არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაპოვარს კარგავს ქართველი ხალხი ქართული ოცნების ანტიდასალური ნაბიჯებიდან გამომდინარე, სრულად აკისრებენ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, უარყოფით გადაწყვეტილებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზა, არ გააუქმა რეპრესიული კანონები, გააგრძელა დევნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისა და ყავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, რომელიც არ გაათავისუფლა ევროკავშირის მოთხოვნების და რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე სამოქალაქო საზოგადოება, ყოფილი დიპლომატები, NGO-ები პირდაპირ ამბობენ და კიდევ ერთხელ ეუბნებიან ქართულ ხალხს, რომ ქართული ოცნება აკარგვინებს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს საქართველოს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობას აკისრებენ ბიძინა ივანიშვილს და იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გააგრძელებს რეპრესიების გზას და არ დაემორჩილება ამ მოთხოვნებს, უკვე დადგება ქვეყნისთვის სავალალო შედეგი. საზოგადოებისთვის ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რა მონაპოვარს კარგავს ქართველი ხალხი, ეს ეხება როგორც ეკონომიკურ სარგებელს, ასევე დასაქმების სარგებელს, სწავლის შესაძლებლობას და ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ შეასრულონ რეკომენდაციები და შეწყვიტონ რეპრესიები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართულ ოცნებას შესრულებული არ აქვს არც ერთი რეკომენდაცია, არც ერთი მოთხოვნა, რომელიც აყენებული ჰქონდათ მათ ევროკავშირის მხრიდან, ევროკომისიის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად საქართველოს შესაძლებელია დაკარგოს ყველაზე დიდი მონაპოვარი. რიტორიკა ანტიევროპული მხოლოდ იზრდება. ჩვენ გვესმის ახალი ბრალდებები ევროკავშირის და ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რაც მიგონიშებს იმაზე, რომ რეალურად მათ არაფერი გაკეთებული არ აქვს 27 ქვეყნიდან, მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ძალიან მოკლედ წარმოვიდგინოთ, საქართველოს მოსახლეობას უზღუდავს თავისუფლებას პარტია ქართული ოცნება, გვართმევს ჩვენ იმ თავისუფლებას, იმ მონაპოვარს, რომელიც გაგვაჩნია უკვე დაახლოებით 8 წლის მანძილზე და ჩვენ გვიზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას შენგენის ზონაში. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან შეიძლება კონდეს იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს პატიმრები. იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც საქართველომ შექმნა 2024-25 წლებში, ხო, ეს დრაკონული რაღაც საშინელი რუსული კანონმდებლობა, რომელიც ანგრევს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, რომელიც არის ევროკავშირისთვის აუცილებელი. ეს არის თანასწორობის გარემო. უნდა იყოს ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი, თუ არა ის ჯგუფი, რომელიც თავს ხელისუფლებად აცხადებს და რომელსაც აქვს ეს მართვის ბერკეტები ჩაგდებული ხელში. ქართული ოცნება იმიტომ იგონებს, ტყუილებს უვიზოსთან და ზოგადად ევროკავშირთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ მას პასუხი არ მოსთხოვოს. მათი კარი ღია, უბრალოდ ევროკავშირში ახლა ლუკაშენკოებს, პუტინებს და ბიძინა ივანიშვილებს არავინ არ მიიღებს მეგობრებო. ეს არის დემოკრატიული ქვეყნების ერთობა. ვიწრო პარტიული ინტერესებიც არ აქვთ. ერთი კაცის ინტერესი არსებობს მარტო ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი და მონები, რომელიც მას გარს ახლავენ და უნიავებენ მარაოს, რომ ყველა ხუშტური დაახირება შეუსრულონ. აი ამ კაცზე ეწირება მთლიანად უვიზო კი არა, მთელი ქვეყნის მომავალი და უამრავი ახალგაზრდა ციხეში და ასე შემდეგ. უვიზო მიმოს შეჩერება ხა ეს პირველი ნაბიჯი იქნება, თუ ეს ავტორიტარული გეზი არ იქნა შეცვლილი, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულები წავა უკან, ეს ასე, თორე ევროკავშირი არ არის ავტორიტარული ქვეყნების კლუბი, ხო? იქ ვერ იქნება ინტეგრაცია, ვერ იქნება ესეთი შეთანხმება, როგორც ასოცირების შეთანხმება, თუ აი ესეთი ადამიანის უფლებების არღვევი ვიჭერ ადამიანებს უკანონოდ და გააქვს ესეთი რეპრესიული კანონმდებლობა. შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად თუ რაიმე გარდატეხა არ შევიტანეთ ქართულმა საზოგადოებამ, იქნება აუცილებლად ასოცირების შეთანხმებაც.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობაც სრულად იხსნის. დღეს ქართული ოცნების რიგითი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თუ უვიზო რეჟიმი გაჩერდება, ეს თავიდან ბოლომდე ევროკავშირის და ევროპელი ბიუროკრატების პასუხისმგებლობა იქნება და კიდევ ერთხელ ოცნება ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს დეზინფორმაციით პასუხებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა არ დაკარგოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ უვიზო რეჟიმით ქართულ ხალხს აშანტაჟებენ, რომ საქართველო არ ჩაება ომში რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. ევროკავშირი საქართველოსგან მხოლოდ დემოკრატიული პროცესების აღდგენას ითხოვს, რეპრესიული კანონების გაუქმებას, თუმცა ქართული ოცნება ამას არ აპირებს და მზად არიან საკუთარი ინტერესების დასაცავად ქართულ ხალხს უვიზო რეჟიმი დააკარგვინონ. არც ერთი ის კანონი, რომელიც ეხლა შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებული და ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები არ წერია საერთაშორისო ხელშეკრულებაში. ეხლა ის მუქარები, რაც არის ქართული ხალხის მიმართ, მოგონილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში აღმოჩნდეს და გააჩნდეს პროტესტი, ჩვენს ქვეყანას ემუქრებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ხალხი და შესაბამისად მის მიერ არჩეული ხელისუფლება გარედან დიპლომატიის მიღებულ დავალებას არ ასრულებს. დიახ, არ ვასრულებ და არც მომავალში არ შევასრულებთ იმ დავალებას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ეკონომიკის დანგრევას, ადამიანების სისხლის ჯანმრთელობის შელახვას და ჩვენი ქვეყნის ომის უბედურებაში გადაჭეხვას ესწავლის. სრულიად წარმოუდგენელია, სრულიად ამოვარნილია და ამორფულია კონტექსტიდან ამორფულია რაიმე სახით დადარება ერთმანეთთან ევროლიბერალიზაციის, ანუ ამ შემთხვევაში საუბარია უვიზო მიმოსვლის და იმ საკანონმდებლო დანაწესების გაუქმების მოთხოვნა, ანუ ევროლიბერალიზაციის შეჩერების და საკანონმდებლო დანაწესების გაუქმების მოთხოვნა, რომელსაც ევროჩინოსნები ბოლო პერიოდია, სრულიად სუვერენიტეტით დაკარგული ევროჩინოსნები ბოლო პერიოდია ჩვენი ქვეყნისგან ითხოვენ. ფაქტია, რომ ამ ყველაფრით ხდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენს საზოგადოებას. ქართული ოცნების რიტორიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად არის შეცვლილი. ისინი უკვე აღარ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ნამდვილად გაჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთან, თუმცა ცდილობენ, რომ ისრები სრულად ევროკავშირისკენ გადაიტანონ. ევროკავშირში კი უვიზო რეჟიმის გასაჩერებლად მხოლოდ 1/13 თანხმობა, ანუ 2/13 თანხმობა, ანუ ზუსტად 15 სახელმწიფოს ნებართვა არის საჭირო, რათა პასუხი გასცონ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და ეს პროცესი არის დაძრული, რეალისტური, რადგან ქართულ ოცნებას ზუსტად 31 აგვისტომდე ჰქონდა 8 მოთხოვნის შესასრულებლად, თუმცა არც ერთი მოთხოვნა ამ დრომდე არ შეჩერებულა და მოთხოვნებს შორის იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიები ისევ გრძელდება და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.